დღეს განვიხილავთ სავალუტო ბაზრის ტრანსფორმაციას და მომხმარებელთა მნიშვნელოვან დანაზოგებს, რაც ციფრული პლატფორმების განვითარება მოიტანა. მე საუბრისას წარმოგიდგენთ სავალუტო ბაზრის კვლევასაც, რომლის მიხედვითაც შარშანდელი პერიოდია აღებული 2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის იანვრამდე. ეს ანგარიში აჩვენებს, რომ ცალსახაა ციფრული კონკურენციის პირობებში მომხმარებლებმა 100 მილიონამდე, უფრო დაზუსტებით 94 მილიონ ლარზე მეტი პირდაპირი დანაზოგი მიიღეს და ფაქტია, ციფრული სავალუტო კონვერტაციის პლატფორმების განვითარებამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია საქართველოს სავალუტო ბაზარზე. მოკლედ ეს ანგარიში აფასებს მომხმარებლების მიერ მიღებულ ფინანსურ სარგებლებს ბენეფიტების მიხედვით, რომელიც კონკრეტულად ერთი კომპანიის მიხედვით არის წარმოდგენილი, საუბარია კურსიჯიზე, ოღონდ ეს ყველაფერი ცხადია კომერციული ბანკების გაცვლით კურსებთან შედარებით უპირატესობასაც აჩვენებს და ანალიზი მაინც ფოკუსირებულია მომხმარებლებისთვის მიღებულ პირდაპირ ფინანსურ დანაზოგზე, ხოლო დამატებით ამას ყველაფერს უკვე კონკურენციის პრიზმაში განვიხილავთ და იქიდან წარმოქმნილ ცხადია ეკონომიკურ ეფექტებს. მეტი დეტალისთვის საინტერესო საზოგადოებაა შეკრებილი, როგორც დაანონსდა აქ ვიდრე ეთერში შევიდოდით შეკრებილი. მივესალმები დავით კიკვიძეს, ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარეა, რომელიც ყველაზე მეტ და ხშირად საუბრობს ამ თემაზე და ამ უპირატესობებზე BMG-ს ეთერში და მადლობა დავით ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მივესალმები ვახტანგ ჭარაიას, ეკონომისტს, რომელიც გრიგოლ რობახიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და პროფესორი გახლავთ. მადლობა ახოს მომბრძანებისთვის. გიორგი აგლაძე ვახსენე კვლევა და წარმოუდგენელი იყო, რომ არ ყოფილიყო კომპანიის წარმომადგენელი დამფუძნებელი ჩვენთან ერთად კურსიჯის. მადლობა და მიხეილ კაპანაძე, რომელსაც არაერთხელ საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით უსაუბრია ღია ბანკინგის პროექტის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებას მიყავს და დირექტორია ამ თემისა საბანკო ასოციაციაში და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს. დილამშვიდობისა მეგობრებო და მადლობა მომბრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, დავით, გაცნობილი ხართ ამ კვლევასაც და არ მიხსენებია თქვენს შესავალზე ტყუილად. თქვენ ხშირად და მუდმივად ასოციაციიდან გამომდინარე, თქვენი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, საუბრობდით ფინტექების მნიშვნელობაზე, რომელიც პირველ რიგში სწორედ მომხმარებელთა საუკეთესო ინტერესებისთვის იყო შექმნილი. რა ეტაპზე ვართ დღეს? სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ სავალუტო ბაზარი ფაქტობრივად იყო ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ციფრული მიმართულებით ჯერ არ იყო განვითარებული და რა თქმა უნდა, პირადად მადლობა უნდა უთხრა გიორგის, იმიტომ რომ ფაქტობრივად პიონერი იყო ამ სფეროში საქართველოში, რომელმაც პირველი ასეთი ციფრული პლატფორმა შექმნა, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია საქართველოში. ფაქტობრივად კომპანიამ არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ფინტექ სექტორში შემოიტანა სიახლე და ინოვაცია, არამედ პირდაპირ საბანკო სექტორთანაც საკმაოდ საინტერესო კონკურენციაში შევიდა და მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ეს კონკურენცია უფრო თანამშრომლობაში გადაიზრდება. და შესაბამისად ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ამან ფაქტობრივად ერთიორად გაამარტივა მომხმარებლის გამოცდილება ამ პლატფორმის შემოღება, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე მოგეხსენებოდათ, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა უფრო შეჩვეული იყო ფიზიკურ ოფისებში კონვერტაციას და კომერციულ ბანკებთან შედარებით ფიზიკურ ოფისებს, როგორც ვიცით, უფრო ნაკლები და უფრო მოქნილი კურსი აქვს და ზუსტად ფაქტობრივად აი ეს გამოცდილება ფიზიკური ოფისი ფაქტობრივად ციფრულ სივრცეში გადმოიტანა კურსიჯიმ აღნიშნული გამოცდილება. და რა თქმა უნდა ის მოქნილობა, თუნდაც ფასი, თუნდაც არ ვიცი, შეიძლება და არ დაერქვას ამას ტექნოლოგიური მიდგომები, ეს ყველაფერი გაერთიანდა ერთ სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. მივესალმებით, რა თქმა უნდა, ასოციაციის სახელით მსგავსი ტიპის კომპანიის შემოსვლას კი არა და უკვე დამკვიდრებას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და რაც უფრო მეტი მსგავსი ციფრული პლატფორმები შემოვა საქართველოში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება. ვახტანგ, ძალიან ბევრ პოზიციაზე ყოფნისას და თქვენი ეკონომიკური ექსპერტიზის გადმოცემისას თქვენ ხშირად აპელირებთ კონკურენციის მნიშვნელობაზე ზოგადადაც და გქონდათ საშუალება სხვადასხვა დარგების მიხედვით ჩაგეშალათ, როცა უღრმავდებოდით სხვადასხვა თემატიკას. ამდენად აქტუალურია ფინანსურ ინდუსტრიაში კონკურენციის მომენტი და თქვენი დაკვირვებით. შეიძლება ეს არ იყოს ყოველდღიური და ჩაღრმავებული დაკვირვება, მაგრამ რეალურად დღეს სად ვართ? კონკურენციის თვალსაზრისით დავითის ნათქვამს ეს დავამატებ, რომ შეიძლება თანამშრომლობა არ იყოს, მაგრამ თანაბარი კონკურენცია გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნები და ამას ხარჯ დავუჭერთ. ახლა გისმენთ თქვენს.
დიახ, გიორგი, ესე იგი სამართლიანობა ნამდვილად არის საფუძველი იმისა, რომ იყოს მაღალი შედეგები მიღწეული, კონკურენცია იგივე სამართლიანობაა. კონკურენცია, სადაც არის წარმოდგენილი და ჩვენ შემთხვევაში ახლა დარგიდან დარგამდე ახლა ფინტეკის შიგნითაც შეგვიძლია ვიწრო მიმართულებება და რომ ჩავშალოთ იყოს სადღაც ნაკლებად იყოს, მაგრამ ნუ მთლიანობაში მაინც განვითარებადი სექტორია, შეიძლება ასე ითქვას თავამად, ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, ან მარტო საქართველოში, მსოფლიოში არის ეს გარკვეული სიახლე, არის გარკვეული შესაძლებლობები უფრო მეტად განვითარებული თბილისში ვიდრე რეგიონებში, მაგალითად, თუმცა რეგიონებშიც მეტნაკლებად სადღაც უფრო უკეთესად, სადღაც უფრო სუსტად. მთლიანობაში ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით რაღაც მაღალი კონკურენციის ნიშნები ცოტა რთული გამოსაყოფია, უფრო ალბათ ბაზრის გაცნობის, ბაზარზე თავის დამკვიდრების, საკუთარი პროდუქტის წარმოჩენის ეტაპზე ვართ. აი კურსიჯიც მაგალითად ამ კუთხით საინტერესო პლატფორმა გამოდგა, რომელიც კარგად პოზიციონირებს ბაზარზე, თუმცა ამასთან ერთად უნდა ითქვასიც, რომ ბანკებიც ხელს არ უშლიან, შეიძლება მე არ ვიცი ისე დეტალურად თვითონ შეთანხმებაც იყოს ბანკებსა და კურსჯის შორის, მაგრამ წესით ბანკებს გარკვეული შემოსავლები წაერთვა ამ პლატფორმით, იმიტომ რომ მსხვილი კომპანიები მაგალითად ეხა როგორც დავითმა ახსენა, ჯიხურებში ვერ წავიდოდნენ და ვერ გადაცვლიდნენ ასეულობით 1000 თუ მილიონობით ლარს და შესაბამისად უწევდათ ბანკში ამ თანხების კონვერტაცია, რაც ეხლა მათ დააკლდებათ და წავიდა სხვა პლატფორმაზე, ხო? თუმცა ალბათ შეიძლება გარკვეული შეთანხმებაც არის ამისი, დროთა განმავლობაში შეიძლება ისე განვითარდეს, რომ არ ვიცი რა ხედვა აქვს ამ შემთხვევაში კურსიჯის, მაგრამ შეიძლება ბანკებსაც მიყიდოს ესეთი შეთავაზება, ხო? უბრალოდ აი რომ განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, ხო? საბანკო სექტორის მხრიდანაც ჯერ არ არის დიდი ჩართულობა ამ სექტორში, არც კონკურენციას ვხედავთ მათი მხრიდან, ალბათ ჯერჯერობით ისინი ფიქრობენ, რომ ეს მცირე ბაზარია და ჯერ მათთვის ეს შესასვლელად არ არის განსაკუთრებული ღირებულების მქონე, თუმცა უკვე ჩანს პერსპექტივები, ხო? ნუ ანუ მათი პასიურობა ამას მიანიშნებს, მაგრამ შეიძლება მომავალში მათი ხედვა ძალიან შეიცვალოს. ღია ბანკინგში მის დანიშნულებაში და ფილოსოფიაში პირდაპირ ჩნდება ის სამართლიანობის საფუძველი, რაზეც ვახტანგი საუბრობდა, რომელიც მას მოაქვს ზუსტად იმ ინსტიტუციების დამტკიცებით. თქვენ როგორ აფასებთ ამას ყველაფერს დღეს ჩვენს ინდუსტრიაში, როგორც წამყვანი ბიზნეს გაერთიანება, საბანკო გაერთიანება ქვეყანაში? მე თქვენი ნებართვით გვერდსაული სიტყვა სამართლიანობას, იმიტომ რომ ძალიან შეფასებითი კატეგორიაა, იმიტომ ბევრი კომპონენტისგან შეიძლება შედგებოდეს. სხვა რაღაცაზე გავაკეთებ აქცენტს, დავითმა თქვა, ძალიან კარგი ახსენა ერთი სიტყვა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის თანამშრომლობა. ანუ ყველა რატომღაც ყოველთვის ლაპარაკობს იმაზე, რომ კონკურენცია რაღაც. მე უყურებ ამას კონკურენციისა და სამემეს რა ვქი, თანამშრომლობის რაღაცნაირ ასე ვთქვათ, ხან კონკურენციით, ხან სამართლიანობით, იმიტომ რომ ეგ არ არის ერთგვაროვანი არაფერი არ არის, ერთგვაროვანი ახლა საბანკო სექტორზე თქვა, ხო, საქართველოში ბევრი ბანკია. კონკურენციას შემომიშე რო ვახსენებთ, საუბრობთ მომხმარებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და აღთვლით რომ ვესვით თუმცა შეიძლება რომ იქ თანამშრომლობის ელემენტებიც იყოს, მათ შორის ერთი და იგივე სექტორში ვიღაცებთან კონკურენცია ქონდეს და ვიღაცებთან თანამშრომლობა ქონდეს, ბევრი სხვადასხვა რაღაცა შეიძლება იყოს. ჩემი ასე ვთქვათ, პირდაპირ სამსახურებრივი დანიშნულებიდან, ასე ვთქვათ, სამსახურებრივი მისიიდან გამომდინარე, ღია ბანკინგიდან და მსგავსი პროექტებიდან გამომდინარე, მთავარი ამოცანა ჩემი აზრით მანდ არის, რომ რაღაცა საშენი ბლოკები შეიქმნას, რომ რაღაცა შეუძლებელი არ იყოს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ აგვაქვს მაგალითად რომ ეს საშენი ბლოკები ალტერნატივები და პლატფორმებია. არა, მაგალითად იგივე ციფრული სერვისების განვითარებას ჭირდება, ხო, ციფრული სერვისების განვითარებას ჭირდება სხვადასხვა პლატფორმები. სერვისები იგივე ბანკებიდან, იგივე გადარიცხვის სისტემები, რომლებიც რაღაც უფრო ჩქარა უნდა მუშაობდეს, იგივე კიდე ბევრი სხვა რაღაც. ანუ ეს არის განვითარება, ანუ ერთი მხრივ რაღაცები უნდა განვითარდეს ქვეყანაში, მეორე მხრივ მერე სერვისები დაეციოს, მერე კიდე ამან კიდე მოიტანოს რაღაც განვითარება, რაღაცა შუაში კონკურენცია უნდა ჩაერთოს და ხო, აი რაღაცა ეგრე უყურებ მე პლატფორმების წარმოჩინება მახსენდება დავით თქვენი რამდენიმე ინტერვიუ პირდაპირ უკვე ნიშნავს კონკურენციის გაჩენას. ის პლატფორმა, რომელიც შემოდის ვახო ბაზარზე, უკვე ნიშნავს ახალ მოთამაშეს, ის უკვე ნიშნავს კონკურენციას, იქ უკვე ჩადებულია ის ამბიცია,
თუნდაც პროფესიული რა ახალი ბიზნეს მოდელები იქნება ამ თანამშრომლობაზე. საერთოდ რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული API ბიზნეს მოდელები, ანუ banking as a service, რასაც ვიძახით და რაც რამდენიმე წელია უკვე ევროპაში და ამერიკაში მნიშვნელოვნად ვითარდება, აი მაგის საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარებას ველოდებით და ანუ აი ღია ბანკინგიც მისი მთავარი წინაპრებია. ხო, კარგს საკითხს შეხება. ერთ-ერთი თემა მანდა არის, მაგალითად, მე სულ ვიძახი შარშანდელიდან გამომდინარე, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენმა პირველმა ფასიანმა სერვისმა, ასე ვთქვათ, გაისროლა, ხო, ეს onboarding-ის სერვის გულისხმობ. აქამდე იყო რაღაცნაირი შეხედულება, რომ არა, შენ ყველაფერი მიეცი უფასოდ და მე რაღაცა განვითარება. აღმოჩნდა, რომ თურმე თუ კარგი სერვისია, ხო, ამაში ვიღაცები ფულსაც გადაიხდიან. ანუ ეგ banking as a service და API მოდელი და API ბიზნეს მოდელი არის ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება. მაგაზე აქტიურად მუშაობთ, მათ შორის განფასების მოდელებზე, რომ როგორ შეიძლება, ანუ არის რაღაცა, რაც კი კანონით გევალება, რომ უფასო უნდა იყოს, მაგრამ არის რაღაცა, რომელიც შეიძლება კანონით არ გევალება, რომ უფასო იყოს ფასიანი, ოღონდ რაღაცნაირად კვიანურად განფასებული, რომ შენთვისაც კარგი იყოს და სხვისთვისაც. კი, ეგეთი მოდელებსაც კარგი. გიორგი, სანამ საერთო კითხვაზე გადავალ, ვახტანგ ჭარაია მახსენა ის თემატიკა, რაზეც თქოთ კურსიჯი დგას. იგივე დავითის განსხვავებისგანაც იყო ეს თემა. რაზე არის დღეს ეს ბიზნეს მოდელი დაფუძნებული? იმიტომ რომ თქვენ სწორედ ამ ბანკების სერვისებს იყენებთ და ზუსტად ისეც თავაზობთ მომხმარებელს უპირატესობებს. ბრძანე. კი ბატონო, იგივე შემიძლია კომენტარი გავუკეთო ღია ბანკინგზე. ბრძანე. აი სულ რამდენიმე თვის წინ ეროვნულ ბანკს ჰქონდა პრეზენტაცია თუ ვინ არის გამომყენებელი საქართველოში ღია ბანკინგის და დიდი მარჟით ვიყავით სხვებთან შედარებით წინ რა. ანუ ეს არის საქართველოს ბიზნეს მოდელი, აი ეს ონლაინ გადახურდავება, სადაც გამოდგა ღია ბანკინგი ყველაზე ესე ვთქვათ ეფექტური, იმიტომ რომ რაღაც როგორც აღნიშნა რაღაც 70-80% ვიყავით ჩვენ. მე ვიცი ახლა ჩვენ ამგერდა დათოს ასოციაციის წევრებთან ერთად ხშირად ვსაუბრობთ ხდებით, რომ სხვებიც იწყებენ ძალიან ეფექტურად გამოყენებას და სხვების წილიც იზრდება. ანუ ეხა რო შევადაროთ პირობითად ჩვენ წილი გადახურდავების. არა, ღია ბანკინგის გამოყენებას. კი ბატონო, სხვების წილი იზრდება მაგალითად და ჩვენი ვცირდება, იმიტომ კი არა რომ ჩვენ რაღაც ნომინალს შევცირდით, გავიზარდეთ, თუმცა სხვებიც აყვნენ. რაც შეეხება კონკურენციას, ეგ პატარა კომენტარს გავაკეთებ, რომ ვეთანხმები ჩვენ მეგობრებს, რომ შესაძლებელია ბანკთან რაღაცა მიმართულებებით იყოს კონკურენცია, ბუნებრივია, რომ ჩვენ გადახურდავების ბიზნესში ვართ კონკურენტები, თუმცა რაღაცა მიმართულებებით შეიძლება იყოს თანამშრომლობა და ამას მივესალმებით, იგივე ღია ბანკინგი თუ API სერვისები და სხვა. და ამაზე რა თქმა უნდა საუბრობთ და გვინდა პარტნიორობა ბანკებთან. კურსიჯი როგორც ეს ახალი ერთადერთი და უნიკალურია, მე ვიცი რომ სხვაებიც თავაზობენ გადახურდავების ალტო. თქვენ უბრალოდ ფოკუსირდებით ამაზე, თორე სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიც ვიცი, რომლებიც თავაზობენ ამ კურსს. ხო, ასე ვთქვათ, core business-ი. Core business-ად შეიძლება არა აქვს, კი ბატონო. ჩვენ ვართ ჯერჯერობით ერთადერთი კომპანია, რომელმაც ეს ლიცენზია აიღო. ლიცენზია შემოვიდა ზაფხულში, ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ბრძანება და უკვე ჩვენ ოქტომბრის დასაწყისში ავიღეთ ეს ლიცენზია. რა თქმა უნდა, სხვა კომპანიებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ აიღონ ეს ლიცენზია და ამ ბიზნესით. დავით, რა ხდება, რამდენად გააქტიურა კურსიჯის გამოჩენა ბაზარზე ეს მიმართულება, იმიტომ რომ ყველამ დაინახა, რომ კომპანია გაიზარდა, ჰქონდა სუპერ, აგრესიულ სანამ ვიტყვი, მანამდე საინტერესო და კრეატიული მარკეტინგული ხედვები, რომელიც წამოვიდა. ზოგადად რა საკვირდები ბაზარზე როგორ მიდის ამ განვითარება? მნიშვნელოვნად გაიზარდა, გიორგი, მოდი ასე ვიტყოდი. უფრო მეცაც ვიტყვი, რომ ალბათ იცით, ჩვენმა კოლეგებმაც იციან, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობ და კურსიჯის кейსი, როგორც ასეთი მისი ბრუნვის განვითარება და მისი ტენდენცია, როგორც ერთ-ერთი кейსი, ასე თქვა, სასწავლო кейსი შემოაქვს უნივერსიტეტში. კი, რა თქმა უნდა. რამდენი წლის კომპანია ხარ? 2 წლის. ძალიან პატარები არიან და მათი ბრუნვა უკვე წარმოუდგენელ ციფრებზე ადის, რაც ძალიან მახარებს და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოს სექტორის, ფინანსური სექტორის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტი გაჩნდა ქვეყანაში, რომელმაც პირველ რიგში გააუმჯობესა დიჯიტალიზაცია ქვეყანაში, გაამარტივა პროცესები, გააიაფა პროდუქტი, მოდი ასე ვიტყოდი და აი თუნდაც ისევ და ისევ ღია ბანკინგს რო არ დაუბრუნდე, არ შემიძლია ისევ და ისევ აი ეს გადახდის და ტრანზაქციის ინიციირების და ტრანზაქციის შესრულების სრულიად ციფრული არხი გამოიყენა და ასეთი კლასიკური кейსი
საქართველოს სამწუხაროდ ბევრი არ აქვს და ზუსტად ამიტომაც ზუსტად მათი кейსი უნივერსიტეტში სტუდენტებთან შემაქ როგორც ერთ-ერთი кейსი განსახილველად და მათი ბიზნეს მოდელის გაშლას ვაკეთებ და სხვათა შორის გიო ერთხელ უნდა დაგპატიჟო სტუდენტების პრეზენტაციაზე აუცილებლად. გიორგი იზოს სტარტაპული ვარ და ამოუწურავია ღია ბანკინგის შესაძლებლობები თუ ის ჩვენ თვალწინ ვითარდება და გვთავაზობ ძიახლეებს. ამოუწურავი ხო არა, ამოუწურავია იმ გაგებით, რომ ანუ ღია ბანკინგი ხო რა არის საბოლოო ჯამში, რომ შენ რაღაცა გაქვს ბანკში და იგივეს ელექტრონულად ვხვდები გარედანაც სხვა საშუალებები. შესაბამისად, აქეთ ხო ანუ კი, აქაც გაქვს არხები და დამატებითი არხები ჩდება. ახლა იქ თუ იქ სერვისების განვითარებასთან ერთად, ანუ ღია უკვე ჩვენ მაგას უკვე ვცდილობთ რომ ღია ბანკინგი აღარ დავარქვათ ხოლმე, იმიტომ რომ ღია ბანკინგი რაღაც ევროკავშირის PSD2 დირექტივის ფარგლებში დანარჩენ ღია ფინანსებს უძახით ხოლმე, მაგრამ ნუ ეს უკვე ღია ფინანსების ნაწილია. ანუ არის რაღაცები, რაც მე იქით ვითარდება რა თქმა უნდა რაღაცები და ეს API სერვისების რო გაყვეს ზოგადად მათ შორის პრემიალური სერვისები, მათ შორის ფასიანი სერვისები თუნდაც რომლის განვითარებაში ის კი არ იქნება უბრალოდ რომ ვიღაცამ დაგავალა მარეგულირებელო რომ გააკეთე, არამედ შენივე ინიციატივით განავითარე მათ შორის, იმიტომ რომ რაღაცა სერვისის გამოდგმა შენს არხში და რაღაცა სუპერ მხარდაჭერა შენი არხის მაგივრად შეგიძლია სხვა კომპანიას მიცემ, მოდი იმან განავითაროს. ანუ ზარ ვარ დავხლართო მე ზოგადად ღია ბანკის და ღია ფინანსებს იმდენად უყურებ როგორც ასე ვთქვათ ეკოსისტემურ მიდგომას თითოეული კონკრეტული ბანკის ჭრილში, რომ მე მაქვს რაღაცა პროდუქტები და ჩემს გარშემო არის რაღაც ფინტექ ეკოსისტემა, ჩემთან დაკავშირებული და ჩემთან დაუკავშირებელი კომპანიების, რომლებიც სხვადასხვა მოდელებით თვითონაც იზრდებიან, მეც ვიზრდები და რაღაც ერთად win-win. კი, ანუ ეგ არის ამოსავალი ეგ არის, რომ win-win უნდა შეიქმნას და ეს ყველამ უნდა დაინახოს, რომ უნდა მივიდეთ მაგამდე რა, რომ ეს არის win-win რეალურად. ხო. ვახტანგ რას ფიქრობ, როცა ერთის მხრივ გვაქვს ფინანსური სისტემა, რომელიც ცალსახად ერთ-ერთი ყველაზე გამართულია, ჩემი აზრით, მსოფლიოშიც, მე გულისხმობ მთლიანად, იმიტომ რომ ის რაც საბანკო სისტემამ გააკეთა გარღვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში ინდუსტრიებს შორის ცალსახად გამორჩეულია და ეს მე ხომ რა უნდა ვილაპარაკო რეგიონში, როცა სამი კომპანიიდან ორი ბანკი არის და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი, სხვა ქვეყნებთან შედარებით სხვა უპირატესობაში გვაყენებს, მაგრამ იზრდება ქვეყანა, იზრდება საზოგადოება, იზრდება ის საშუალებებიც, რაც მოდის და ჩქარდება და ამ საზოგადოებას ღია ბანკინგი იქნება თუ სხვა, ჩვენ უნდა მივცეთ ის საშუალებები, რაზეც დავითი საუბრობდა წეღან, როცა მოდის ეს პლატფორმები, მოდის იდეები სტარტაპების სახით და მომხმარებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი უნდა არსებობდეს. რასაკვირდები ბაზარზე დღეს რამდენად აქტიურია ეს ყველაფერი? რა ისეთ მართლაც საინტერესო ტრენდია. გლობალურადაც საქართველოში საქართველოს უფრო ეწევა შეიძლება ითქვას გლობალურ ტენდენციებს, ჩვენ სამწუხაროდ ესეთი ინოვატორები ჯერ ესეთი რამე მაგალითები ამისი არ გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიგონეთ რაღაცა, რაც მე მსოფლიო მაიტაცა, თუმცა აზროვნების დონეზე ილექება უკვე ყველა თაობის საზოგადოებაში, რომ ახალი ინსტრუმენტები რეალურად შეიძლება ღირებული გამოდგეს, როგორც მომხმარებლის ინტერესი დააკმაყოფილოს, ასევე მფლობელის როგორც ბიზნესის კუთხით შემოსავლების გენერირება შეძლოს და ეს უფრო და უფრო მეტად ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდა თაობაში ახალ აზროვნებას აყალიბებს და მოთხოვნა ჩნდება ამ ყველაფერზე. თან ძალიან სწრაფად ხდება ამ ყველაფრის როგორც მოფიქრება, ასევე ინტეგრირება, დატესტვა, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. სხვა შორის ძალიან კარგია, რომ საქართველოში არაერთი პლატფორმა არსებობს, სადაც როგორც ადგილობრივ ინვესტორებთან, ასევე საერთაშორისო ინვესტორებთან შეგიძლია გახვიდე, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო პლატფორმები არსებობს. სხვათა შორის ვიტყოდი, რომ აი ამ ტექნოლოგიურ სიახლეებს ძალიან აჩქარებს, ერთი მხრივ სამწუხარო, მაგრამ მეორე მხრივ, ნუ ამ კუთხით აჩქარებს და ფაქტია, იგივე ომები, კონფრონტაციები, რომლებიც მიმდინარეობს, ახალი საჭიროებები ჩნდება, ახალი შესაძლებლობები ჩნდება, ახალი სირთულეები ჩნდება, იგივე დაუშვათ რუსეთ-უკრაინის ომი იქნება თუ ირანში ომი იქნება, დარწმუნებული ვარ, აქაც დასრულების
ეტაპზეც დარწმუნებულად ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, რომლის მოგვარება იქნება საჭირო და აი საქართველოში თუ ამ ეტაპზე ამ კუთხით რამე გვიჭირს, აი სადაც სუსტი წერტილი თუ გვაქვს, ალბათ უფრო იმ კვალიფიციურ სამუშაო ძალაში იქნება, რომელიც ქმნის ასეთი ტიპის პლატფორმებს, თუმცა დღეს უკვე უამრავი შესაძლებლობა ჩნდება, რომ სულ არ არის სავალდებულო იყო კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი იმისთვის, რომ სიახლე დანერგო და განავითარო, მაგრამ მაინც რაღაცა ეტაპზე მათი მხარდაჭერაც გჭირდება ასეთი სპეციალისტების და ამ კუთხით ჯიტაც ცდილობს ხელი შეუწყოს და განავითაროს რაოდენობა მასა გაზარდოს სპეციალისტების ამ დარგში და უამრავი პლატფორმა, რომელიც ჩნდება მსოფლიოში, კიდევ უფრო მეტად ამარტივებს ხელმისაწვდომობას ამ ყველაფრისადმი, ასე რომ თქვენ უნივერსიტეტში რა ხდება, რა ნაწილში ვახტანგ, რას კითხავთ, როგორც ვიცე-რექტორს ამ შემთხვევაში? რამდენად არის სტუდენტების დაინტერესება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თქვენ გიწევთ მუდმივად წლიდან წლამდე და დიდ სურათში უნივერსიტეტის ტრაფიკი გაზომოთ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის აბიტურიენტების და შემდგომ ალბათ უკვე პორტაციები რაც ხდება ხოლმე სპეციალობიდან სპეციალობას, ხო? აქცევენ ყურადღებას არის ფინანსები და ფინტეკები ინტერესი, რასაც თქვენ ახალგაზრდებთან და თქვენ სტუდენტებთან ურთიერთობაში არის, ნამდვილად არის, უფრო მეტსაც ვიტყოდი, რომ სხვათა შორის აგერ ბატონი დავითი ხშირად გვეხმარება ხოლმე და თანამშრომლობთ ბევრ საკითხში. დავით, არ ვიცოდი თქვენ ესეთი აკადემიური ძალიან აქტიური არის სხვათა შორის და კარგად ჩახედილია სხვათა შორის ამ სფეროში. ესე იგი ჩვენ სიახლეების შეთავაზება ვცადეთ ადგილობრივი ბაზრისთვის, მაგალითად ერთადერთი უნივერსიტეტი ვართ არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ვისაც ტრეიდინგის ცენტრი აქვს, ოღონდ ამას კლასიკური გაგები ტრეიდინგი არ არის, რომ ვინმე მოვიდეს და ვაჭრობა დაიწყოს ან დარეგისტრირდეს და ანუ ეროვნული ბანკის რეგულაციებს არ ვარღვევთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უნივერსიტეტში ყავს სპეციალური მენტორი, რომელიც არის შესაბამისი კვალიფიკაციის ბროკერი, შესაბამისი განათლებით ასწავლის თეორიულ ნაწილს და პირველ სემესტრში, მეორე სემესტრში ვაჭრობენ უკვე სტუდენტები, ნუ ჩვენ ვიყენებთ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პლატფორმას, თუმცა ტექნიკურად ლიცენზიები გვაქვს, ნებისმიერ პლატფორმაზე შეგვიძლია ნებისმიერი პროდუქტით ვაჭრობა შეგვიძლია და ეს უკვე არის არა მარტო პროფესიის მიცემა, ანუ ისინი ამას დამატებით სწავლობენ, პირველად ფინანსების პროგრამაზე იქნება თუ პირველად სამართლის პროგრამაზე არ აქვს მნიშვნელობა, დამატებით სწავლობენ ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე, არა მარტო ტექნიკურ ინსტრუმენტებს თუ სად შევიდნენ, რაზე დარეგისტრირდნენ და რა იყიდონ პირობითად და არამედ რატომ იყიდონ, როდის იყიდონ, როდის გაყიდონ მათ შორის, ხო? და სხვა აზროვნებას უყალიბებს და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოპულარულია ეს ყველაფერი. და აი ესეთ სიახლეებს ახალგაზრდობა კარგად ითვისებს, ითხოვს კიდევაც, როგორც თქვენი შეკითხვიდან შემიძლია გიპასუხოთ. რა ხდება ასოციაციაში, როგორ იზრდებით, ბატონ დავით? სტაბილურად, კი, ვაკვირდებით ახალი მოთამაშეების. თქვენც ერთ-ერთი ინდიკატორი ხარ ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში BMG-ისთვის და ამიტომ გეკითხებით ამ მოვლენას. კი, ვაკვირდებით მუდმივად ახალი კომპანიების შემოსვლას, განსაკუთრებით ახალი ლიცენზიების გაცემას და მუდმივად ვცდილობთ, რომ პულსზე ხელი გვეჭიროს და ამ კომპანიებთან თანამშრომლობები დავამყაროთ. მოგეხსენებათ, რომ ძირითადი მოთამაშეები დღეს საქართველოში ვინც არიან, ყველა ჩვენი წევრია, ყველასთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ახალი კომპანიები ვინც შემოდიან, მათთანაც შესაბამისად ვამყარებთ კავშირებს, ვამყარებთ ურთიერთობას და ნელა-ნელა ფაქტობრივად მთელ ბაზარს ძალიან მალე მოვიცვავთ, ასე ვთქვათ და თითქმის ყველა კომპანია იქნება ჩვენი წევრი და განსაკუთრებული რაც მინდა აღვნიშნო ჩვენი პლატფორმის, ამ ჩვენი ასოციაციის, რომ ისევ და ისევ თანამშრომლობას და კონკურენციაზე როცა ვლაპარაკობდით, ჩვენი ასოციაციით ალბათ ვიამაყებთ და ვიტყვისი ამაყით, რომ ძალიან ბევრი საინტერესო кейსი შედგა, როცა ჩვენი ასოციაციის დახმარებით და ჩართულობით ბევრმა ჩვენმა წევრმა ერთმანეთში ისეთი კონტაქტი და ურთიერთობა დაამყარეს, რომ ახალი პროდუქტები, ახალი სერვისები, ინოვაციები, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის და პარტნიორების ბევრი кейსი შეიქმნა. გიორგი, ვადასტურებ. ჩართულობა ასა? მოყევი თუ შეიძლება და ასევე რა ეტაპზეა კურსიჯი, როგორ ვითარდება და ეს დეტალებიც გვაინტერესებს თქვენი განვითარება. კურსიჯი კარგად მიდის, როგორც გითხარით, შარშან დაახლოებით 4 მილიარდ 200 დავახურდავეთ, ჩვენ ყავდა 100.000-მდე მომხმარებელი, რეგისტრირებული, მათ შორის 4.500-მდე ბიზნესი. ეხლა წინა კვირას მქონდა ერთ სხვილ ბიზნესთან შეხვედრა.
რაღაც კითხი აბარ არჩევებს მოგცემდით, რა შეიძლება გამოვასწოროთ, ვისაუბრეთ, ძალიან კარგი რჩევები. თქვენ პარტნიორ ბიზნესებზეა ხო საუბარია? მსხვილი ბიზნესი იყო საკმაოდ და გვითხრეს ესე არ დაგვიმალეს, რომ თქვენ მეშვეობით 1 წლის განმავლობაში სადღაც 2 მილიონი დავზოგეთო და ეს არის ხო ეს ხო ბანკს დაართვის ფაქტობრივად. ხო, იმან დაზოგა. კი. საბოლოო ჯამში. თავარი ის არის რეალურად. და იმის 2 მილიონს მიმართავს საოცარ საქმეებში. კი ბატონო, რაღაც ახალ რაღაცებს განავითარებს, ხო, ბუნებრივია და რეალურ ეკონომიკაში რო დარჩეს ალბათ ფული, გვირჩევნია ასე ზოგადად რა. თუმცა რა თქმა უნდა, ბანკებმაც თავის ფული უნდა იშოვონ. რაც შეეხება კონკურენციას, როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ეს ბანკებისთვის, იმიტომ რომ სადღაც 600-700 მილიონი არის შემოსავალი აქედან საბანკო სექტორის. რა თქმა უნდა, ორ ბანკზე ნაწილდება ძირითადად, როგორც ყველა სხვა სერვისები. კი ბატონო, პატარა ბანკების შემოსავალი შედარებით მცირე არის და არ შემცირებულა ბანკების შემოსავლიანობა, რასაც უყურებთ ჩვენი აზრით, იმიტომ რომ იზრდება ძალიან ბაზარი, ან მეტი და მეტი გადახურდაობა ხდება, კი ამის სტატისტიკას ეროვნულიც აქვეყნებს და ასე შემდეგ. შემცირდა რაღაც აი მოცულობასთან მიმართებაში შემოსავლიანობა რა, ესე რომ შევხედოთ, ანუ უფრო იაფი გახდა გადახურდაობა, ვიდრე მანამდე იყო რა, ესეთ ტენდენციას უყურებ. ჩვენ რაც დავთვალეთ ჩვენი გათვლებით, სადღაც აი ეს 2 მილიონი რო ვახსენეთ, ესე დაახლოებით 94 მილიონი დავზოგეთ, როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. შარშან ამ ტენდენციას ვაგრძელებთ. ჩვენი გეგმა არის, რომ წელს მინიმუმ ერთ ახალ ბაზარზე გავიდეთ და ვფიქრობ, რომ ესაა ფინტეკებში და მათ შორის ბანკებისგან განსხვავებით. ნიშნავენ, რომ ჩვენ ალბათ შეგვიძლია უფრო სწრაფად გავიდეთ ახალ ბაზრებზე, იმიტომ რომ ბანკები ვიცით რამდენი წლის განმავლობაში ცდილობდნენ სხვა ბაზრებზე შესვლას და ეხა აქვთ კი ბატონო ორი წარმატებული кейსი ხო სომხეთში და უზბეკეთში და ჩემი აზრით ეს უნდა განვითარდეს კიდე, თუმცა ფინტეკებს ალბათ ამის გაკეთება თქვენ თვითონ თუ გაქვთ რეგიონალური ექსპანსიის გეგმები? კი, ეგ ვახსენე, რომ წელს მინიმუმ ერთ ბაზარზე აუცილებლად შევალთ ეს გეგმა. კი ბატონო, რამდენიმე ბაზარს უყურებთ, შეხვედრები გვაქვს, დავდივართ და ასე შემდეგ ვესაუბრებთ რეგულატორებს და მინიმუმ ერთს ალბათ თქვენ რა შემოგთავაზებთ? ძირფასო ბატონო მიხეილ ლახვაძე. ჩვენ რა შემოგთავაზებთ? მე რა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად მუშაობთ თვითონ სერვისების მიმართულებით, დახვეწის, განვითარების, ახალი ვარიანტების და ასე შემდეგ. ერთი ეს არის, მეორეა, რომ ბაზრის ახალი მოთამაშეებით გვემატება, ანუ მოვიდნენ მიკრობანკებიც არიან, უკვე სხვა ბანკებიც არიან, რომლებიც ნელ-ნელა ასევე დაიწყებენ ამ მიმართულებით განვითარებას. იმასაც ვიტყვი, რომ ითქვა რომ ფინტეკი, ანუ ნაწილი, ანუ ეს გზაც ხო არსებობს უკვე, რომ ნაწილი, ასე ვთქვათ, რომ ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც არ იყვნენ ბანკები, ახლა ბანკები გახდნენ, იმიტომ რომ გამსხვილდნენ და რაღაც ახალი სურვილები გაუჩნდათ. რა ვიცი, შეიძლება ჩვენ ერთ დღეს კურსი ბანკის, ასე ვთქვათ, ვიხილოთ. ანუ ისევ ამბობ, ანუ ეგ არ არის ისე. მე ამ სტუდიაში ვიზდები და გავაშუქებ სიამოვნებას. ამ წუთას ეგ ყველა მაგას ყველაფერს ვერ ვიტყვით, ანუ განვითარება ზოგადად არის კარგი და განვითარება არის ის, რაც ჭირდება, იმიტომ რომ ეგ არ ყოფილიყო ახლა ვიხდებოდი არა ლამა სტუდიაში, არა გამოქვაბულში, აქ რო ვართ, იმიტომ რომ ვიღაცები განვითარებაზე ფიქრობდნენ და ხო, ისიც კარგია და მადლობა ამის აღნიშვნისთვის, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება იქ რაღაც ტრანზაქციის რა ქვია, შემოსავალმა მოიკლო, მაგრამ რაოდენობა მოიმატა, ბუნებრივია, ანუ როდესაც რაღაცები ხდება უფრო ხელმისაწვდომი ვიღაცა ვინც ეკონომიკა რომ მოყვება, ბაზარი რომ მოყვება. ხო და ვიღაცა ვინც შეიძლება ფიქრობდა, აუ ახლა მოიცა სად ჩავიდე რა ქვია. ხო და ის რომ ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება, ის რომ ძალიან ბევრი ციფრული ტრანზაქცია გვაქვს და რავი ფაქტიურად გადმოვედით ციფრული მასში. ეხ ციფრულის ხო თვითმიზანი არ არის, ხო ციფრული არის იმისათვის, რომ მე ეს ყველაფერი საქმეში გამოვიყენოთ და ხო ეკონომიკას წააგდეს, ხო? და ზოგადად გაციფრულების მიმართულებაც ხო ეგ არის რა, რომ ჩვენ არ ვაციფრულებთ უბრალოდ იმიტომ რომ ციფრულია კარგი. არამედ იმიტომ რომ ეს მე გვეხმარება კონკრეტულ მიწიერ საქმეებში. 10 წლის წინ შემოვედი და ჩავრჩი ამ მედია ბიზნესში. და შემიძლია ჩემი გამოცდილებით გითხრათ, რომ კონკრეტული ინდუსტრიები არსებობდა, რომელსაც ვერ წარმოედგინა, რომ საჭიროება ექნებოდა მარკეტინგული აქტივების. იმიტომ რომ აუცილებლად უნდა მივიდეს გიორგი და ვახო იქ. იმიტომ რომ ყველა ჯვარის წერიათ და რაღაცა შეიძლება დაჭირდეს ადამიანს თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით და მაინც მიხვალ. არ არის ეგრე. ანუ მე მგონია რომ მოთხოვნა შევქმენით, ცალკეული ინდუსტრიები სრულიად ახალი წამოვიდა და ეს არის მთავარი value
მიშა რასაც მე ვხედავ რეალურად და ეს მოაქვს მათ შორის იმ თქვენ მიმართულებასაც რომელსაც თქვენ ამკვიდრებთ ასოციაციის სახელით და ეს შესაძლებლობებს ქმნის ღია ბენკინგი არის შესაძლებლობა და ის ინდუსტრიაც უნდა მოერგოს ამ შესაძლებლობას რომელსაც ჩვენ უკეთებთ რომ წარმოაჩინე შენი უპირატესობა და არა უნიკალურობით რომ ერთადერთი ხარ და განუმეორებელი. რემარკას გავაკეთებდი თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე, ანუ რეალურად კურსიჯიც არის კლასიკური მაგალითია, თუ აქამდე კლასიკური ეკონომიკური მოდელი იყო, რომ მოთხოვნა ქმნის მიწოდებას, ჩემი აზრით დღეს ცოტა შეიცვალა გარემო. ტექნოლოგიურ სფეროში პირიქით მიწოდება ქმნის მოთხოვნას, რაც ფაქტობრივად კურსიჯი რეალურად გააკეთებს. სხვათა შორის, აი მეც ორიოდის თვით დავამატებდი, ახლა არ შევეხეთ Max Cycles ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, რომ ფინტეკ სისტემა, როგორც არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების განვითარება არის საკმაოდ ახალისებული მსოფლიოში, თუმცა გარკვეულ რისკ ფაქტორებსაც შეიცავს, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ბანკინგის კუთხით, რაც კრიმინალს არ გულისხმობს, ეს ჩრდილოვანი არ არის, რომელიც კრიმინალთან ასოცირდება, პირდაპირ განმარტოთ მაყურებლისთვის, თუმცა ეს არასაბანკო საფინანსო აქტიურობა გარკვეული რისკ ფაქტორების მატარებელია, თუმცა ქვეყნიდან ქვეყნამდე განსხვავდება მაჩვენებელი თუ რა პროცენტით ხასიათდება, რა პროცენტით ფიქსირდება ეს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ბანკინგი საფინანსო სექტორთან, ეკონომიკასთან მიმართებაში თუ სხვადასხვა პარამეტრებით. საქართველოში სხვათა შორის მე ვიყავი ერთ-ერთი წევრი ხელმძღვანელი გუნდის, რომელმაც USAID-ის დაფინანსები და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით გააკეთა კვლევა ჩრდილოვანი ბანკინგის მიმართულებით. მე სხვა შორის ბარემ ვიტყვი და ჩემმა მეუღლემაც სადოქტორო ნაშრომი დაიცვა მე ამ თემაზე, ამ ჩრდილოვანი ბანკინგის ანალიზის კუთხით და საქართველოში ჯერჯერობით დაახლოებით 2%-ის დონეზე ვართ საფინანსო სექტორთან ჩრდილოვანი ბანკინგის კუთხით, რაც რისკებს ამ ეტაპზე არ ქმნის, მარტო შესაძლებლობების ფანჯარა არის წინ. თუმცა აი 2008 წლის კრიზისი ზუსტად აი ამ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების განვითარების მხრივ ხასიათდება, აიხსნება და მადლობა ამას არ უნდა თუ გვაქვს დრო ეს პატარა გავაკეთო საინტერესო თემა შეეხო ძალიან მოკლედ რა თქმა უნდა მან არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ეს არის ის ტექნოლოგიური ასე ვთქვათ განვითარების სურვილის რა ეტაპზე იყოფება ამა თუ იმ ქვეყნის საბანკო სისტემა ჩვენთან ბანკები ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ აქტიურად ანვითარებენ და ძალიან აქტიურად სადაც უკვე ბანკები მივიდნენ იმ ეტაპზე რომ მოდი ამის იქით აღარ წავალ მან უფრო მეტია მაგ შანსი ალბათ ჩვენთან ცოტა ძნელია იმიტომ რომ რა ვიცი აქეთაც ძალიან ბევრი ელექტრონული სერვისი გვაქვს და ხო რა ვიცი რატომაც არა ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვთვლით რომ მუდმივად უნდა ვახალისებდეთ ნებისმიერ ესეთ ინიციატივებს სადაც ბუნებრივია იქნება რაღაცა დათქმები და მუდმივად რეგულაციის ნორმალურია და პროცესია და პირიქით თავარი პროცესი იყოს და პროცესი და მუსიკა არ გაჩერდეს მადლობა მობრძანებისთვის მეგობრებო წარმატებებია ნახევარი საათი ისე გავიდა მე თუნდაც ვერ გავიგე ვიდრე არ დამეცენ თავზე ყურში დავით კიკვიძეს ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარის მადლობა მობრძანებისთვის ვახტანგ ჭარაია პროფესორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ჩვენთან ერთად იყო გიორგი აგლაძეს კურსიჯის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს მადლობა მობრძანებისთვის და მიხეილ კაპანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი